პენტენციურ სამსახურს ჯერჯერობით განმარტებები არ გაუკეთებია, თუმცა უფლებების დარღვევაზე საუბრობენ ოჯახის წევრები ვეფხია კასრაძის და ასევე მისი უფლებადამცველები. ადვოკატებმა დაკავებული ვეფხია კასრაძე რამდენიმე საათის წინ მოინახულეს და როგორც მათთვის გახდა ცნობილი, დაპატიმრებული მამაკაცი გადაიყვანეს სამარტოო საკანში. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე, თუმცა პენტენციურმა სამსახურმა არც ერთი ფაქტორი არ გაითვალისწინა და მეტიც კლინიკის ნაცვლად ვეფხია კასრაძე გადაიყვანეს სამარტოო საკანში, სადაც უფლებადამცველების განმარტებით არის უმძიმესი პირობები, საკეტები არ იკეტება ფანჯრების ამ საპატიმრო დაწესებულებაში, სადაც ვეფხია კასრაძე გადაიყვანეს, თუმცა პენტენციური სამსახური ყველაფერთან დაკავშირებით დუმს ადვოკატები ამბობენ, რომ ახლა ყველას აქვს მცდელობა იმის, რომ რეჟიმის პატიმრები დააშანტაჟონ, დაატერორონ და ფსიქოლოგიურად გატეხონ. რაც შეეხება ოჯახის წევრებს, ვეფხია კასრაძის ცოლი პირველებთან საუბრისას ამბობს, რომ მას ყოველდღიურად უთვალთვალებენ ის, როდესაც მცირეწლოვან შვილებთან გადაადგილდება ქუჩაში, ან მისი შვილები მიჰყავს სკოლაში, ხედავს როგორ უთვალთვალებენ მისთვის უცხო პირები. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ისინი საკმაოდ აქტიურები არიან ყველა საპროტესტო აქციაზე და ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ მათ დაშინებას და დატერორებას. საერთოდ პრობლემები აქვს ჯანმრთელობის და მკურნალობდა, რაც გადასხმებს იკეთებდა. სასამართლო იყო შოუ ისეთი დადგმული, 7 ბიჭი დასვეს მეუღლესთან ერთად. ეს ბიჭები 20-21 წლის, 19 წლის არავინ ერთმანეთს არ იცნობდა. ჩემი მეუღლე თავისთავად არ იცნობს ამ ბიჭებს, რომელიც ჯგუფურ ძალადობაზეა საუბაროდ. ჩემთან ჩხრეკაზე როდესაც იყვნენ მოსულები, იცით რა არისო, თქვენ რომ 7-ად უნდა იყოთო და პრობლემები არ გექნებათო. აი ესე მომახსენეს. მიყვებოდით თვალთვალზე. ესეც 7-8 კაცი შევამჩნიე და სკოლასთან მე დავდივარ ბავშვები მუსიკაზე რაღაც დამყავს და ყველა корпуსის ყველა მხრიდან დაცვა მედგა. მთელი ღამე არკაში მანქანა იდგა. სამარტოო საკანში გადაყვანის ახსნა არის ის, რომ ანუ ის პატიმრები, რომელიც მასთან ერთად მანამდე იყვნენ, საჭმელს რო შეჭამენ, ამისთვის ეს დამატებითი სტრესი იქნება გამომდინარე იქიდან, რომ შიმშილობა აქვს დაწყებული. შეიძლება ასე ხსნიან საპატიმრო დაწესებულებაში მის სამარტოო საკანში გადაყვანას, თუმცა პატიმარი, რომელიც ისედაც განიცდის იმ ყველაფერს, რაც ხდება და პლუს შიმშილობას იწყებს, არ ვიცი, სამარტოო საკანში გადაყვანა ჩემი შეფასებით დამატებითი სტრესი იქნება ამ ადამიანისთვის. არანაირი სამართლებრივი საფუძველი ამ ადამიანის ციხეში ყოფნის არ არსებობს. მას ბრალი ედება ძალადობრივი რაღაც ჯგუფის ორგანიზებაში, თუმცა მე რო შევეკითხე პროკურორს, რომ დამისახერეთ ერთი კონკრეტული ადამიანი, ვისი ძალადობრივი ქმედება დააორგანიზა ვეფხია კასრაძემ. ამ კითხვაზე უბრალოდ პასუხი არ აქვს. და მტკიცებულებებს გაანადგურებს, რომ იმიტომ უნდა იყოს ციხეშიო. მე ვეკითხები, რომ რომელ მტკიცებულებას გაანადგურებს. საქმეში მტკიცებულება არ დევს და არარსებული როგორ უნდა განადგურდეს. მოშიმშილე ვეფხია კასრაძე გლდანის დაწესებულებიდან ახლა სამარტოო საკანშია გადაყვანილი, როგორც ჩანს, რეჟიმს აქვს ახალი სტრატეგია და ვინც მშვიდობიანი აქციის მიმდინარეობის დროს დააკავეს, მათი უმეტესობა სამარტოო საკანებში არიან გადაყვანილები, მაგალითად სამარტოო საკანში რუსთავში გადაიყვანეს სამოქალაქო აქტივისტი საბა სხვიტარიძეც, ასევე ვეფხია კასრაძეც და უამრავი ახალგაზრდა, რომელიც ამ მშვიდობიანი აქციის მიმდინარეობის დროს დააკავეს, რეჟიმმა გადაიყვანა სამარტოო საკანში. ახლა ყველა თანხმდება, რომ ეს არის სადამსჯელო ღონისძიება და იმ ხალხის დაშინების მცდელობა, ვინც 21 დღის განმავლობაში უწყვეტად დგას ქუჩაში, თუმცა ყველა თანხმდება იმაზე, რომ ამით ვერავინ შეშინდება და მეტიც დღესაც ყველა ისევ შეიკრიბება საკანონმდებლო ორგანოსთან და ისევ მოითხოვენ იმ ახალგაზრდების და იმ რეჟიმის პატიმრების განთავისუფლებას, ვინც ქართული ოცნების რეჟიმმა ამ ბოლო დღების განმავლობაში დააპატიმრა. პოლიტპატიმრები, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან საპატიმროებში, სისტემა და ივანიშვილი ცდილობს, რომ მათ დაუმძიმოს მდგომარეობა, გადაჰყავს ისინი ხშირ შემთხვევაში სამარტოო საკნებში, რომელსაც ზოგჯერ საერთოდ ფანჯარა არ აქვს ის მინიმალური ჰიგიენური ნორმების დაკმაყოფილების შესაძლებლობა იმ საკნებს, რომლებშიც იმყოფებიან პოლიტპატიმრები. კონკრეტულად ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი წევრი, რომელიც სისხლის სამართლის მუხლით არის დაკავებული, ვეფხია კასრაძე, ადამიანი, რომელიც შიმშილობს, ვეტერანი სამხედრო, ხუთიშვილის მამა, თეატრის მსახიობი და დევნილი იმყოფება ამჟამად სამარტოო საკანში, შიმშილობის პირობებში, სადაც დამატებით ზეწოლას ახდენს
ციხის ადმინისტრაცია ზეწოლა და ძალადობა იქნება აუცილებლად რეაგირების საგანი, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ის რომ ადამიანები სამარტო საკანში იხდიან, ან ისეთ პირობებში იხდიან სასჯელს, სადაც ადამიანები არ უნდა იხდინენ სასჯელს, ეს ერთ-ერთი წამების ერთ-ერთი ნიშანია, მათ შორის სხვა იმ დანაშაულთან ერთად, რომელსაც ქართული ოცნება ჩადის იზოლატორამდე, შემდეგ სამმართველოში. ამით ეუბნება ქართული ოცნება თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს, რომ თუ თქვენ იბრძოლებთ თავისუფლებისთვის, შესაძლოა ამ პირობებში მოგიწიოთ, ასე ვთქვათ, ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ჩაიდინეს თუ არ ჩაიდინეს, რაიმე სახის გადაცდომა დანაშაულზე ხო საერთოდ საუბარი ზედმეტია. ომის ვეტერანები, სამოქალაქო აქტივისტები და ახალგაზრდები, ვინც რეჟიმმა დააპატიმრა, ახალი სადამსჯელო ღონისძიება ამოქმედა და უკვე სამარტო საკნებშიც გადაიყვანეს. უფლებადამცველები ამბობენ, რომ დაკავებულების წინააღმდეგ პროკურატურას და საგამოძიებო უწყებას არ გააჩნია არც ერთი მტკიცებულება, სწორედ ამიტომ ყველათან ხდება, რომ ეს არის მხოლოდ დაშინების და სადამსჯელო ღონისძიების მცდელობა.